Saakashvili პოლიტპატიმრებს სოლიდარობას უცხადებს ხალხში მუხცხვედავთ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე განაცხადა სასამართლო პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს სააპელაციოში პიჯაკების საქმის განხილვა მიმდინარეობს სააკაშვილს ამ საქმეში დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავებიან თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს პიჯაკების საქმეზე 2 თვის წინ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროს თეიმურაზ ჯანაშიას კი გირაო 300,000 ლარის ოდენობით სააკაშვილის მიმართვას დარბაზში ტაშში მოყვა მოსამართლე კი დამსწრებს გაძევებით დაემუქრა რის შემდეგაც შეკრებილებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მე მინდა გითხრათ ასე მოგივესალმო პოლიტპატიმრის პოლიტპატიმრს მათ შორის მე მინდა დიდი მადლობა უთხრა იმისათვის რომ არც ამოიღეთ ხელისუფლების მიერ შემოვიდებულ პროვოკაციას და არ მოევდა დაწერეთ წერილი რომლითაც გაემიჯნეთ ყველა გამიჯნოს და დაპირისპირების სელობას მე მინდა გითხრათ შემოსახალებ თქვენი შვილები ძალიან მალე იქნებიან თავისუფლები თქვენი შვილები მართლაც საამაყო არიან და თქვენი სოლიდარობის და ბანკის გაზრდილები არიან სწორ ოჯახებში არიან წარმოშობილი და ისინი არიან საქართველოს ნამდვილი პატრიოტები და თავისუფლების მებრძოლი ნამდვილი რაინდები მე ეს ძალიან მიყვარს და მინდა აქედან ჩემი ყველანაირი სიყვარული და სოლიდარობა მივაწოდო მათ. მინდა გითხრათ რომ რეალურად რა თქმა უნდა საქართველოში ეს უსამართლობა ძალიან მალე გამწვავდება ეს ვოდინილები თავის ეგ დანაშაულები ეგ სასამართლოები ეს ასოე უშული სისტემა როცა ეთერე რუსეთში შემოდის თუ არა ძალიან მარტივია იმ დღეს რომ დავინახეთ ორი საქართველოს რუსთავად გასულ უზარმაზარი ხალხის რაოდენობა ამათი თავისუფლების მოყარე ყველა ასაკის ხალხი და შეგედილი კრეპტოკრატიული დიქტატურა რომელიც ეპოქინება ხელისუფლებას და შემოსავლის სწავლებს ხალხის ხარჯზე და ვეღარ გაცდა თქვენი ხალხის ძარცვა და განადგურება ჩემი ამოცანა არის როგორც კი ეს ჩამოშორდება ხელისუფლებას ამას მაინც მივახსენ რომ ამ ძარცვა ბანდას ჩამოვარდოთ მათ მიერ დაგროვილი უკანონო ქონები და 5 მილიონ ლარს როკიდებოდა 5 მილიონ ლარს დოლარს აღამახსოვრდა როკიდებოდა ფილოსოფას იმ ფულიდან ნამდვილად არასწავლეო 5 მილიონი და მეტის ფილოსოფას და კიდევ უამრავ სოციალურ პროგრამას და ეკარდება ეს აუცილებლად საფონების კონფისკაცია ესენი ყველაზე უარესი ნაციის საზოგადოებას ეკუთვნის რაღაცა ეს კოდკოდი მომესწრო ნაციონალური ფროს მუშაობდა ეს ვიღაცა რომ დანიშნეს პირის საგარეშოში რაღაცა ეგრეთწოდებულ მინისტრს ნაციონალური ფროს ეს ტიპი ვერაცთან ჩვეულებრივ პრომოციის თანამდებობას და ამას დააცინაურეს მინისტრად აი ეს არის განსხვავება იმ ხალხს შორის და იმ სისტემას შორის შემდგოს და გეონდერ რეჟიმს შორის ჩვენ ვაცინაურებთ ყველაზე საუკეთესოს ეს ყველაზე საუკეთესო მიდიოც ინარჩუნებს მსოფლიოში ესაც მოდებულები და ძალიან მთავარი კონსულტანტები არიან ბიზნეს კონსულტანტები არიან და ამ ხალხს მართლა გასავალი იმიტომ რომ ყველაზე საამაყო პერიოდის ავტორები შემდგარია და ამიტომ ჩვენი ამოცანა ეს არის რომ ეს ზონა გავაცილოთ მე ყველა ამასვენ ყველა არ გადავდეთ ანუ კონკრეტულად ჩემო მეგობრებო ყველაფერი რასაც მე გავხილებ ყველაფერი რასაც ნიშნავდა ყველაფერი რასაც ხმამა გავყოლოთ თერესზე არ მოხდა თავიდან მომართა თავიდან მომართა სიმართლე ეს რასაც ეს ისოს იმას რომ ასევე ჩვენ ვესწრებს რომ მიუხედავად პრინციპებისა ეს რეჟიმი არის პრაქტიკულად დასრულებული. ეს ჩვენს ფასაფეთო პრინციპი რუსეთმა გამოაცხადა რომ ულტიმატუმი გამოუცხადა ისე რომ თუ საქართველოს და მოლდოვა არ უნდა შევიდნენ ნატოში უკრაინასთან ეს არის შემთხვევით მოვლენა არ ვიცი რატო დაადარეს ეს ქვეყნას საინფორმაციო საშუალებები ეს სინამდვილეში ეს არის სამხედრო ინტერვენციისთვის საფუძვლის შექმნა დაძნეულობაში შინაგანსაკუთრებო უფლებების მინისტრს მათთან შეხვედრა დაინიშნა საერთო გამორჩეულს მაგრამ ყოფილიყო მე ასე ვფიქრობ რომ შეიძლება მათ შექმნილ არის თავზე შევარდა დაუნიშნა რუსეთს როდესაც რუსეთმა ულტიმატუმი წაუყენა დაუნიშნა შინაგანსაკუთრების პროგრამის მინისტრს უშუალოს მინისტრს მეც პუტინი პირველი რაც მოყვა პუტინმა ის ხო უშიშროების მინისტრის დაინიშნა და მე არ მოვარდი და შემდეგ წამოვიდა ეს რუსიანული ასე რომ ჩემი აზრით
ეს არის საკუთარი საფრთხე. ჩვენ არ ვაქვს ბევრი დრო, თუ ესენი არ ჩამოშორდნენ ხელისუფლებას, მივიღებთ სიტუაციას, როცა ჩვენ არ ვაქვს სრულიად დაუცველები რუსეთის აგრესიის გარშემო, პირდაპირ დავაპატიჟებთ ამ ჩვენი რეალობის გათვალისწინებთ ამ აგრესიას და პირდაპირ სამხედრო ინტერვენციას. ეს ყველა შემთხვევაში არის სოციალური. მაგრამ ამისათვის ჩვენ უნდა გვქონდეს პატრიოტული საქართველოს საფრთხე ხელისუფლება და არა პირდაპირ მანქუნები, პირდაპირ გამკაშები ოკუპაციური საოკუპაციო ხელისუფლებას. რომ სწორად ჩვენ მეგობარო მიშა პოდოლაკო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპიკერმა სააკაშვილის რუსეთმა დააპატიმრეს საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ხელით. ერთ ნოვაკიად პატიმარი საოკუპაციო რეჟიმის, მაგრამ ამის გარდა რა თქმა უნდა ყველაფერი რასაც ჩემი მარშრუტება ეს უსამართლო რაც არის ეს ყველაფერი არის წინასწარ დაწერილი სცენარი და გაცვლილი. და გაწერილი არის რამდენი ეფესბეს დერექტორში კაბინეტში. ეს იგი მასამართებელია რაღაც ფულის გაფორმებას ჩვენების საპრეზიდენტო ხარჯი როცა შემშულ არისას ენატრება ცალკე ოთახი იმ ბინაში რომ ის ცხოვრობს. და სადაც მუდმივად ზედახურავს სტუმრების ხალხის მიცანი ხოლმე. სოფოსტას ოჯახს და ამათ თავზე გასაგებად წარმოუდგენლად გაწუხდა წარმოუდგენლად სულელებია რომ უცრავაკეთდი საქართველოს სულები არ თავი იმიტომ ეს ჩემი წამს და არის არ შეიძლება საკუთარი მithumetes გარემი ხალხის ხალხზე დამდიდრება არ შეიძლება ხელისუფლების მონად გამოიყენება არ შეიძლება ქონების მითვისება ხეების მიწების ადგილების ამათ ყველა სულელები გონება რომ მეამსარვაკეთო სულები ჯერავა სწორედ იმიტომ არ ვიგეთ იმიტომ აქცეს ხალხის ხარჯაჭერა და სიყვარული საქართველოს და საქართველოს გარეთ ყოფილი ქართველებს და მე მინდა მიმართო საქართველოს გარეთ ყოფილი ქართველებს მოემზადე ყველა საქართველოში დასაბრუნებლად და გარდამარისა ვინც აღარ მე ყველას გეკრება საერთოდ მაგრამ ელექტრონული გენჯისთან დაცინულ შემდეგ ყველა დროის არჩევნ ნორმალურ არჩევნებზე გადაწყოთ პროექტის ბეს იმისაც რომ საქართველოში აღარასდროს დამყარეს დიქტატურა და აღარასდროს მოვიდეს კრეპტოკრატიული სამართლო ხელისუფლება